2026 წლის 11 მაისი ისტორიული დღე და ეპოქალური მოვლენა ქვეყნისთვის. 5 საათის წინ წმინდა სინოდმა 142 პატრიარქი აირჩია. მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლია. შიო მესამე ასე იწოდება დღეიდან ახალი კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც 22 მღვდელმთავრის ხმა მიიღო. შიო პირველი და შიო მეორე ამ ტიტულს მე-15 და მე-14 საუკუნეში ატარებდნენ. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დღეიდან ახალი ერა იწყება. შერჩეულია აღსაყდრების თარიღიც. ახალი პატრიარქის გადაწყვეტილებით ხვალ ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართება. იქ, სადაც 23 წლის წინ შიო მესამე, მაშინ იღუმენი შიო ეპისკოპოსად აკურთხეს. 59 წლის წინ სვეტიცხოველში მოხდა 151 პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციაც. ხვალ ერის ახალ სულიერ წინამძღოლს სამღვდელმთავრო გვირგვინს მიტრას დაადგამენ. პატრიარქის ტახტზე საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმყრობლის საზეიმო დასმით შიო მესამის მმართველობის ათვლა დაიწყება. მზადება ამაღელვებელი და ემოციური ცერემონიისთვის. მცხესთა სურთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სვეტიცხოვლის ტაძარში ნათია ქენქაძე იმყოფება. ნათია, რა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ამ დროისთვის ტაძარში? სვეტიცხოვლის ტაძარში ახლა ხალხმრავლობაა და მიმდინარეობს სამზადისი ხვალინდელი უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დღისთვის. 59 წლის შემდეგ ამ ტაძარში კვლავ გაიმართება პატრიარქის აღსაყდრება, ისევე როგორც ეს მოხდა ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აყვანის დროს და ამით აღსდგა უძველესი საეკლესიო ტრადიცია და უკვე სვეტიცხოვლის ტაძარი არის ის ადგილი, სადაც კათოლიკოს პატრიარქები იკურთხებიან და მათი აღსაყდრება შედგება. აქ სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ დილით უკვე ყველაფერი იყოს მზად, როგორც უშუალოდ წირვისთვის და პატრიარქის აღსაყდრებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მრევლს მიეცეს შესაძლებლობა, რომ უყუროს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. ტაძარი ბუნებრივია, ყველა მსურველს ვერ დაიტევს და მოსაოდნელია ის, რომ მრევლის ნაწილს მოუწევს ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დგომა, ამიტომ აქ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანები, როგორც ეზოში ორივე მხარეს, ასევე წინმდებარე მოედანზე და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს თვალი მიადევნოს და გახდეს ამ ისტორიული მომენტის მონაწილე. ტაძრის ცენტრში უკვე არის დადგმული საპატრიარქო ტახტი და ხვალ დილით აქ უკვე მობრძანდება შიო მესამე, რომელიც იქნება ტრადიციულ შავ შესამოსელში. მას უკვე აქ მოასხამენ პატრიარქის მანტიას და მიართმევენ პატრიარქის მიტრას. მიტრას მას დაადგამს უპირატესი მღვდელმთავარი, არ არის ჩვენთვის ჯერ ზუსტად ცნობილი, იქნება ეს ასაკით უხუცესი მღვდელმთავარი თუ რომელიმე ის მღვდელმთავარი, რომელიც დაჯილდოებული არის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ვინაობის გამოცხადება მეუფე ანანიას ხვდა წილად, სავარაუდოდ ხვალ ამ მისიასაც ის შეასრულებს და მიართმევს საპატრიარქო ინსიგნიებს შიო მესამეს, მას შემოსავენ საპატრიარქო სამოსელით და უკვე დაიწყება საზეიმო ღვთისმსახურება. აღსაყდრების ნაწილი არის პატრიარქის ტახტზე აყვანა, მას აღიყვანენ როგორც იმ ტახტზე, რომელიც ტაძრის ცენტრშია განთავსებული, ასევე უშუალოდ საკურთხეველში განთავსებულ ტახტზე სამჯერ და შესრულდება სპეციალური აღსაყდრების ლოცვა, რომელსაც ასევე უპირატესი მღვდელმთავარი წაიკითხავს და შესრულდება ასევე საგანგებო საგალობლები, მათ შორის აქსიოს ბერძნული საგალობელი, რაც ნიშნავს ღირსარს და რაც ყოველთვის სრულდება პატრიარქის არჩევისას და შემდგომ უკვე მისი ტახტზე აყვანის დროს. განსაკუთრებული დღე არის როგორც მთელი საქართველოსთვის, ასევე რა თქმა უნდა სვეტიცხოვლის ტაძრის მრევლისთვის და თავისთავად ცხადია ხვალ ბევრი მსურველი იქნება ამ ღონისძიებაზე დასწრების. აქ იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი პატრიარქის აღსაყდრების პროცესს ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მოკლევადა იყო პატრიარქის არჩევიდან აღსაყდრების დანიშვნამდე, დელეგაციები საქართველოში ჩამოსვლას ხვალისთვის ბუნებრივია ვერ მოასწრებენ, თუმცა მიმდინარე კვირაში უკვე ქართული ეკლესიის მღვდელმთავრები და ახალი კათოლიკოს პატრიარქი ელოდებიან მოლოცვებს და დელეგაციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მართლმადიდებლური ქვეყნებიდან, რომლებსაც როგორც საპატრიარქოში უმასპინძლებენ, ასევე სავარაუდოდ კვირა დღეს ისინი მიიღებენ საზეიმო წირვაში 17 მაისს მონაწილეობას. რაც შეეხება აქ წარმართულ პროცესს, როგორც გითხარით, ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც ეს ხდება ყოველთვის ინტრონიზაციის პროცესში, იქნება საზეიმო წირვა და ამ წირვაში იქნება ელემენტები აღსაყდრების. სულ ბოლო ეტაპი აღსაყდრების არის პატრიარქისთვის კვერთხის და ჯვრის გადაცემა, რომლითაც ის დალოცავს მრევლს და შემდეგ მათ უკვე პირველი ქადაგებით მიმართავს.
მეუფეშიოს, ანუ რაც შეეხება თქვენ საპატრიარქო რეგალიებთან მიმართებაში შესამოსელს, მას არ გააჩნია. და მაგრამ ესე ხომ არ ვიცით ხვალისთვის იქნება თუ არა მზად. ხვალისათვის ალბათ ჩვენ გამოვიყენებთ მისი უწმინდესობა ნეტარხსენებული ილია მეორეს რეგალი. რომელიც ეცვა 77 წლის ინტრონიზაციის დროს. ეს არ ვიცი. ხვალინდელ დღეზე ალბათ რა თქმა უნდა ვერ მოასწრებენ, მაგრამ უახლოეს დღესასწაულზე ან შეიძლება კიდევაც კვირა დღეს ჩვენ იმედი გვაქვს რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები იქნებიან ჩვენთან. ბრეულს რა თქმა უნდა იქნება საშუალება უბრალოდ ტაძრის სიდიდიდან გამომდინარე რაც არ უნდა დიდი ტაძარი იყოს მოგეხსენებათ რომ არ ძალოს ტაძარს რომ დაიტიოს იმ ადამიანების რიცხოვნობა რამდენიც მსურველი იქნება თავისთავად ყველა ვერ მოხვდება ამ ტაძარში ვისაც ყველას ბოდის უხდით. პირველ ქადაგებამდე კი 142 კათოლიკოს პატრიარქს უკვე ჰქონდა მიმართვა მრევლისადმი და საზოგადოებისადმი მან წარმოთქვა სიტყვა მე-14 საეკლესიო კრებამდე სამადლობელი სიტყვა, სადაც ისაუბრა ამ მისიის და ჯვრის სიმძიმეზე და კიდევ ერთხელ ისაუბრა კათოლიკოს პატრიარქის როლზე. სამების ტაძრიდან შიო მესამე გაეშურა სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში და შეასრულა პანაშვიდი გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქის საფლავზე. ეს იყო მისი პირველი მსახურება კათოლიკოს პატრიარქის რანგში, რომელიც მღვდელმთავრებთან და ტაძრის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა და შემდეგ იქ შეკრებილებს მიმართა მცირე სიტყვით, სადაც ასევე ყურადღება გაამახვილა ილია მეორის როლზე, თუ როგორი ეკლესია ჩაიბარა საქართველოს ეკლესიის 151 პატრიარქმა და რა მემკვიდრეობა დაუტოვა უკვე ახალ პატრიარქს. ჩვენ მოვედით მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საფლავთან, რომ თხოვოთ მას დახმარება და შეწევნა ამ ძიმე მსახურებაში. აი, კრებაზე მე ვთქვი, რომ ვაცნობიერებ ერთის მხრივ რა დიადი მოწოდებაა ეს და მეორეს მხრივ ვაცნობიერებ საკუთარ უძლურებას და სიმწირეს. და მოვედით დღეს მის უწმინდესობასთან და უნეტარესობასთან, რომ თხოვოთ შეწევნა შეგვეციოს თავისი ლოცვებით და აი ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც გარდაიცვლება ოჯახში დიდი მამა, რომელმაც დატოვა მრავალშვილიანი ოჯახი. ააშენა ყველაფერი, ისი აშენებაც კი შეიძლებოდა. დარგო ბაღი, გაამშვენა ეს ბაღი. ყველაფერი გამართა და თავის შვილებს დაუტოვა. და ეს შვილების ვალია, რომ ეს ყველაფერი შეინახონ, განავითარონ და ეს გზა გააგრძელონ. ეს არის ჩვენი ალბათ თავარი გზა და შეგვეციოს ამაში მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა და მფარველობა. საკმაოდ დიდი უპირატესობით 22 ხმით პირველივე ტურში გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. 9 ხმა მიიღო მროველურბნელმა მიტროპოლიტმა და 7 ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა. ეს დღე ბუნებრივია განსაკუთრებული იყო ქართული ეკლესიისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად იმ 39 მღვდელმთავრისთვის, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, რომ აირჩია ახალი კათოლიკოს პატრიარქი ქართული ეკლესიის ახალი წინამძღვარი, რომელმაც უნდა მართოს ეკლესია არჩევიდან გარდაცვალების დღემდე. რა თქმა უნდა, ეს მათთვის იყო პირველი გამოცდილება, იმიტომ რომ სინოდის სრული შემადგენლობა ილია მეორის მიერ არის გამორჩეული და ნაკურთხი ჩვენ ვესაუბრეთ სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრების ნაწილს. მთავარი, რასაც ისინი ხაზს უსვამდნენ, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, ვინ დაუჭირა მხარი მაშინდელი მეუფეშიოს კანდიდატურას და ვინ არა, მისთა მიმორჩილება მართებს ყველას და სინოდი იქნება ერთიანი. ამ ნაწილში მღვდელმთავრები დღეს იმეც გამოთქვამდნენ, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს ილია მეორის გზას, მასავით იზრუნებს ეკლესიის და ქვეყნის განვითარებაზე და ისინი ამბობენ, რომ ამაში შიო მესამე მარტო არ იქნება. ველოცავთ ევანდელ დღეს, ესე იგი ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი. საქართველოსთვის ზრუნვა არის თავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მხოლოდ მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი ყველანივი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში. მე მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. სწორი არჩევანი და მეუფე შიო, უწმინდესი შიო
ღირსეულად გაუწევა ქართულ ეკლესიას. კი ცდილობდნენ რომ რაღაც დისონანსი შემოეტანათ, მაგრამ არა, ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი და ეს გუნდი იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ 22 ხმა იყო 7 და 9, ეს 7 და 9 ხმა არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგია იმ 22 ხმისა. მისი უწმიდესობის, საუნეტარესობის ილია მეორის გზას ღირსეულად გააგრძელებს ჩვენი პატრიარქი შიო და რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯები ჩვენს და ეკლესიაში და რა თქმა უნდა ჩვენი მრევლი, რომელიცაც უწმინდესმა ჩვენმა ილია მეორემ მოიყვანა ახალგაზრდები ეკლესიაში, აი ესე ერთმუშტად შეკრულები ვიქნებით დიდიან პატარიანად. ისტორიული დღე არის. დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის ახალი პატრიარქის არჩევა და მე მგონი ყველამ უნდა მიულოცოთ. გილოცავთ რომ ხართ მონაწილე ამ ისტორიული დღისა. ერთმა შეაძლებინოს მეუფეშიოს ამ უმძიმესი ჯვრის და ტვირთი რომელიც რა ვიცი ყოველდღია მეორემ შეძლო ესე ბრწყინვალედ ეტარებინა შეგვაყვარა ერთმანეთი და ვფიქრობ რომ რაღაც გარდამტეხი იქნება მეუფეშიოს მოსვლა საპატრიარქო ტახტზე. ერთგვარად სიმბოლურია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიის დანიშვნა, რადგან ანდრია პირველწოდებული ითვლება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებლად სწორედ იმის გამო, რომ მოციქულებმა იქადაგეს პირადად ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა აქვს ქართულ ეკლესიას სამოციქულო სტატუსი და ავტოკეფალია. ახლა მთელი ყურადღება როგორც ქვეყნის, ასევე მრევლის მოპყრობილი არის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისკენ. დილის 10 საათზე დაიწყება აქ საზეიმო ღვთისმსახურება, მობრძანდება ახლადარჩეული პატრიარქი მღვდელმთავრების სრული შემადგენლობით. მრევლი რა თქმა უნდა დაესწრება ნაწილი აქ, თუმცა მათ ვისაც არ ექნება შესაძლებლობა რომ ამ ისტორიულ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში შეუერთდეს, შეეძლებათ რომ პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიადევნონ თვალი. მადლობა ნათია ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში სვეტიცხოვლის ტაძრიდან, სადაც ხვალ დილის 10 საათიდან უკვე 49 წლის შემდეგ ახალი პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია გაიმართება.